მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ახალი YouTube არხი შუქურა და მე მის წამყვანი ლევანი ვარ. სანამ რამეზე ვისაუბრებ, მინდა ვთქვა, რომ ეს რა თქმა უნდა ამოწურვადია ჩემი თემები, იმიტომ რომ რაც გამივლია, როცა იმაზე ვსაუბრობ, რაღაც დამთავრდება, ხო? ასე რომ საჭირო ახალი ისტორიები, თავგადასავლები ჩემ ცხოვრებაში. ხო და ერთ-ერთი მათგანი ახლა დავიწყე, ეს არის Erasmus-ის პროგრამა დანიაში. დანიაში წავალ 4 თვით, თუ მე მიღეს. ძალიან კარგი გამოცდილება იქნება, ესე მგონია რა. მომენატრა ის შეგრძნება, როცა სხვა ადამიანებს ეცნობი და შენ თავს აღიქვავ კიდე სხვანაირად. აშკარად კარგი ხანი არ მქონია ეს შეგრძნება ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე და ეს ამის ხვდები რომ რაც არ უნდა კარგი აკეთო ინტროვერტულ სტილში არ უნდა მოიკლო სოციალური მოძრაობა რა სოციალური ურთიერთობები იმიტომ რომ ეს ძალიან კარგი რამეა გაბასრებს გაძლიერებს ჩემ ინტერესებში ვიყავი ჩაძრული ძალიან ბევრი რამის ვაკეთებდი მაგრამ სოციალური ურთიერთობების მოკლება ნიშნავს შენს დაბლაგვებას სოციალურად და თავიდან აკრიფა ამ აქტიური ცხოვრების თავიდან გამიჭირდა რა და დამჭირდა რამდენიმე ახლობელი ადამიანის თერაპიას ოძახი გულწრფელ საუბარს და გაიაცნებას რაღაცეებისას უფრო 22-დან 26-მდე დაახლოებით ეგრე რა ანუ 4 წელი მქონდა როგორ იცი აი საკმაოდ დიდი პაუზა ვიღე და მოვიკელი ახალი ადამიანები. ვისაც იცნობს უიმათან ტრიალი არ არის სოციალური ცხოვრება. პერიოდულად ახალი ადამიანებს უნდა გაიცნო რა, რომ განვითარდე და გაძლიერდე. ერთი სიტყვით უფრო მეტად აღმოძრავდი, მაგრამ რაღაცებს დრო ჭირდება, რომ უნებრივად განვითარდე. 4 წელი რომ შენ პონჩი რაღაცებს აკეთებ და უცებ ამოყოფ თავს და ეგრევე ვერ გაიჩნდები რა, ეს რაღაც სოციალური ტიპი, იმიტომ რომ თუ 20 წლამდე თუ აქტიურად ცხოვრობდი, იმის იგით ეგრე აღარ ვიცხოვრია რა, მეტწილად რა და არ იყო მარტივი გამოფხიზლება და გაბასრება ისევ სოციალურად. რატო ვაფასებ ამ სოციალურ ცხოვრებას ესე რატო ვამბობ რომ ძალიან მაგარია რა. თუ რამე მისწავლია ცხოვრებაში, მისწავლე მოძრაობიდან. ეს დისკომფორტი იქნება თუ არა, არ მაინტერესებს. ანუ თავარი მუღა მეგარი რომ მავითარებს და განმომწონს. აგვისტოში არის Erasmus-ის პროგრამა 4 თვით. ხო და დანიაში არის ეგ თემა. დანია რატომ მაინტერესებს საერთოდ ძალკე თემა? 1-2 წლის წინ დავიწყე ის სწავლა ჩემთვის წნარად მშვიდად და დღეს უკვე მეხმარება ეგ ბევრ გზას მიხსნის ცხოვრებაში. კარგი გაკებით აღელვებული ვარ, იმიტომ რომ შანსი მომიცემა რომ ბევრ ადამიანს გავეცნო ისევ. ჩემზე რაც არის გეტყვით იმას რომ ძალიან ბევრი ნათესავი მყავს, რომელიც ჩემზე დიდია და მათი საძმაკაცოები და მათი გარემო ჩემ გარშემო იყო და არ გამჩენია სურვილი თუ ვერ გავაკეთე ესე, ფაქტია რომ ჩემ გარშემო ბევრი მეგობარი არ იყო. 90% ნათესავებია. ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ გარშემო არიან ჩემიანები, მაგრამ ისეთი მეგობრები შემომაკლდა, რომელიც ჩემი ნათესავი არ არის, ხვდები? გჭირდება არა ნათესავი მეგობრები და ეს მეგობრები მყავდა მე, მაგრამ როგორც კი აქტიურ ურთიერთობაში შევცურავდი, ჩემში რაღაცა ფორიახი იწყებოდა, რომ იმედი არ გამიცრუდეს. მე თვითონ მომთავრებდი ურთიერთობებს იმის შიშით, რომ ვაიდე რაღაც ისე არ იყოს და მოკლედ რა, ეგ ბავშვობის ტრავმა იყო, რომელიც ცალკე თემა, ახლა მაგაზე რაღაც ჩავღრმავდები. თემა ის იყო, რომ სკოლაში რო სწავლობდი აქ თბილისში, სანამ გადავიდოდი, ერთი მეგობარი მყავდა, ძმაკაცი რავი. ყველაფერს ახლა იმას ვერ შევაწმენთ. მე თვითონ წლერი ტიპი ვიყავი და ეს აქტიურად სოციალურად აქტიური არ ვიყავი, დიდად, მაგრამ მის იმედიც მქონდა, ბიჭო, რაღაც პონჩი ძალიან გამიტყდა რა. მაგ პერიოდში სუხიპიში მქონდა ჩემ კლასელებთან და ამას ავუყავდი მეგობრად, მაგასაც რავი სახლში ამასთან ერთად ვიყავი და კაროჩე რა, ანუ მეთქისიო რაღაცა ძმაკეთები, მაგრამ ის გამოყებული იყო. რატო ამბობ მაგას რა? მე როგორც შემიძლია ვიცავდი მას და როცა იმის ჯერი მოვიდა რომ მე უნდა დავეცავი, ანუ ყველაზე გამიშვა რა. იმიტომ რომ თავის კომფორტის ზონიდან არ გამოვიდა და შეეშინდა ჩემთვის რო ებრძოლა რა. ჩემ გამო. ხო და პატრონი ხა ეგეთებს რა. მანდ მოყოლებული, ვისაც კი ვეძმაკაცებოდი ყოველთვის ხონდა შინაგანად რომ აი, ეხა დავიშლებით თუ რაღაც რა. ანუ ჩაუბ სტრესი ქვია მაგას, ანუ პოსტტრაუმული სტრესი, რომელიც არარაციონალური იყო იმ შემთხვევაში უკვე, იმიტომ რომ ახალი ადამიანები მყავდნენ გარშემო რა. როცა კარგ ადამიანებს დავუმეგობრდი, ბოლომდე არის ვერ მიმკურნალეს, ხვდები, იმიტომ რომ არ იყო მარტივი იმედგაცრუებიდან გამოსულიყავი რა. მაშინ ძალიან გულზე მომხვდა, აი, იმიტომ რომ რავი რა. ამ ახალ მეგობრებთან ბიჭო, კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ სულ ფორიაქი მქონდა და სულ რაღაც მოლოდინი ცუდის რა. ხო და ამათან ძალიან ძილობიანად დაშორება გავაკეთე, მიხუტუნეთ, გინაცვალეთ, მაგრამ მოდი გავიშალოთ, რაღაც ეგრე. დღეს ახლა გვაქვს რაღაც მეგობრული ახლობლური ურთიერთობა, მაგრამ აიც მაკაცები რასაც თქვი ეგრე არ არის. მე მერჩივნა, თქოს რომ ეს ყოფილიყო, რომ აი ჩემი რაღაცა დამშვიდებულიყო რა. გავიდა წლები და ბიჭო, რაღაც პონჩი ეს თერაპია მოხდა, რომ კარგ ხალხთან რო ურთიერთობა მქონდა, პოსტტრაუმული სტრესი გაქრა. მაგრამ ბოლომდე არ გამქრალა და რაღაცა პატარა ტიკები შეიძლება დამიტოვა და მინდა რომ მაქსიმალურად აღმოფხრა ეგ, ასაკს არანაირი მნიშვნელობა
მიღწევა რა აქვს, თავი გამოცდილება ცხოვრებაში. ხო და არ მინდა რომ სოციალურად ისე დავბლავდე რა, იმიტომ რომ ძვირი დამიჯდა თავიდან გააქტიურება. უკანახევას აღარ ვაპირებ და უფრო წინ ესე თქვა პირდაპირ თავით ვაპირებ ჩახტომას იქ სადაც საჭიროა რა. ახალ გარემოში. რატომ მოვყევი რა? რომ შევაჯამოთ. ბავშვობაში მეგობრის ღალატიც მინახავს, პლუს ყავდა ჩემზე დიდი ნაცავები, რომლებიც ძმაკაცებით იყვნენ შემორტყმული და მეც მაგათთან ძმაკაცობდი და თითქოს ჩემი საშუალება არ მომეცა რომ მე ჩემი მეგობარი მყოლოდა. ეს ჩემი ბრალი იყო, ტიპი ვიყავი ეგეთი, მაგრამ ისიც ნაღდი თემა არის, რომ ბევრ ადამიანთან დავმეგობრდებოდი, ან მეგობრობის თემა იწყებოდა. აი ეს ჩემი დიდი კამანდა ძალიან ისეთ ფილტრში ატარებდა, რომ ბოლოს არავინ აღარ რჩებოდა გარშემო. რა ისეთი პონტია რა, ეგ კარგიცაა და ცუდიც. კარგი ის არის, რომ მცველები ყავს, მაგრამ ცუდი ის არის, რომ რა და რამდენი წელსაც არ უნდა იყო მსგავსი რაღაცები გიტოვებს რაღაც კომპლექსებს და მინდა რომ მაგას ბოლომდე დედაუტირო რა იმიტომ რომ ეგ ძალიან ღრმავეში არის და მაგას ჭირდება ბევრი ფაქტი რომ გადაწერო ისტორია სწორად ამას რომ ამბობ არ მოვიწყდება რომ ბევრ ამაში მაგარი ვარ იმას გულისხმობ რომ ვიცი რაშიც ვარ კარგი მაგრამ რაშიც ცუდი ვარ მხილოზე გადმოვაფურთხე ხა სპირონლეზე რაშიც ცუდი ვარ ბიჭო მაგაზე მუშაობაც ღირს რა იმიტომ რომ გწამლავს შინაგანად და იმინა განადგურებს რა ეხა ესე არ ვარ რა თქმა უნდა მაგრამ მაინც მაგ პატარა ტიკები რომელიც ცდილობს რაღაც ხელი შემიშაოს მშვიდად ცხოვრებაში ხო და მაგით ვაპირებ რომ ბოლომდე შევქურო და ადრე რაც უნდა გამეკეთებინა დაგვიანებულად მაგრამ მაინც არც დაგვიანებულად შევერო ბოლომდე და რაც დამაკლდა ავინაზღაურო ძალიან მაგრად გავაქტიურდე ცხოვრებაში და ამიტომაც მივიდოდი დანიაში პირდაპირ გონია რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ადამიანს თუ სწორად იმოძრავებს რა თუმცა გადაცდები რაღაც ასაკს გჭირდება რომ ოჯახიდან საკმაოდ შორს წახვიდე რა ისე შორს რომ ის ოჯახის თოკი ცოტა ხანი მოგძროეს და ვაფშე სხვა სამყარო დაინახო რა არ მაქვს საუბარი რაღაც ექსკურსიაზე წასვლაზე ნათესავები რაღაც კატეგორია შენ ცხოვრებაში რაღაც შეცდომა დაგიშვია მუდმივად გახსენებს იმას იმიტომ რომ კატეგორია ყველა ნათესავებშია რა როგორც კარგები არიან და რო დაგინახავს რომ მოგუშული ხარ და ხარს მოგარტყავს შეგეხუტება არის პროჭა კატეგორია რომელიც ოღონდ შენ ცუდი გაგახსენოს და ოღონდ ისევ იმ ჭურში შეგაგდოს რაღაცა შენი წარსული შეცდომები გაგახსენოს და რა ყველაფერს მისცემს მაგის გამო ხო და ეს ყველაფერი ცოტა გვერდზე უნდა გადადო და საერთოდ ახალ სამყაროში უნდა შეცვლო რა და მე ეგეთი მიდგომა მაქვს რომ თუ გადარჩები თუ და პატრონი, ანუ ჩემ თავს ვეუბნები მაგალითად, იმიტომ რომ არავინ არ იმსახურებს შრომის გარაშე შედეგს და არც მეორე გამონაკლისი მაგ შემთხვევაში. გონია რომ საკმაოდ გამზრდის ის, რასაც მე ვაპირებ. თესლი ტიპი ვარ თუ ამას გავაკეთებ რა. ანუ გონია რომ გაცილებით დიდი პოტენციალი მაქვს, გაცილებით მეც გავაკეთებ, თუ სწორად ვიმოძრავებ. ეს აქამდე რაც გავიარე, ეს რაც იყო რა ჩემ ცხოვრებაში აიწონა. არა თუ ხელს შემიშლის, ორმაგ ბიცკს მომცემს, საერთოდ სხვა ეტაპზე გადამიყვანს რა. საერთოდ სხვა ჟინი მაქვს რომ მაგრად ვიცხოვრო რა. და იმ შეცდომებზე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და არ ვაპირებ გაჩერებას. გამარჯობა მეზობელო, როგორ ახარ? მეც კარგად. ხო და ეგეთი ამბებია რა, უნდა მოვიხო და უეჭოლე. ამას რატო ვაზიარებ საჯაროდ? იმიტომ რომ გონია რომ ბევრი ჩემნაირი ბავშვი ცხოვრობს ეხა, რომელიც პროსტა იტანჯავს თავს, იმიტომ რომ რაღაცები გონია რა. ვისაც გამარჯვებები ჯერ არ უნახავს, არ გაჩერებულა და იბრძოდა მაინც ისე როგორც შეეძლო. კარგი მომავალი ელოდება და არ ვიქნები ახლა პირდაპირ გეტყვით რომ მე მგონია რომ გაცილებით კაი მომავალი მეჭყანება თუ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებ ცხოვრებაში იმიტომ რომ მაქვს ამის პოტენციალი არ გაგიპრანჭებით მგონია რომ გაცილებით კარგი ჯერ კიდევ წინ არის ვიღაცა 28 წლის ასაკში ამთავრებს ცხოვრებას მაგრამ მე მართლა ეხლა ვიწყებ რა ყველანაირი ბერკეტი მაქვს იმისთვის რომ უკეთესად ვიცხოვრო და თესლად ჩემი გარი მომინდა ძმაო ადრე რა შეცდომების დაუშვი და ჩემ თავს და ჩემ ინტერესს რომ ბევრი ყურადღება მივაქციე და სოციალურად რაღაცები დავიკიდე მაგიტო წავარტყი ცხოვრი ძალიან ბევრჯერ პრინციპში არ ნანო არაფერს ანუ ჯერ შენ თავი უნდა აშენო და მე სოციუმი შენ გარშემო მაგრამ როგორი პაუზებიც მიავიღე ეგეთი პაუზების აღება საჭირო არ არის პერიოდულად ხალხი უნდა ნახო უნდა გაიცნო ერთადერთი რის თქმა შემიძლია ჩემზე პატარებს ვეტყვი ამ შემთხვევაში რომ ბიჭო რაც არ უნდა გაფერხებდეს პროსტა მოძრაობა არ შეწყვეტო რა იმიტომ რომ შენ ზოგჯერ გონია რომ კიდე კაი სახში დარჩი და არ წახვედი რეალურად შეიძლება წასვლა გაცილებით მაგარი ყოფილიყო. ხე ხო არა ხარო იდეა ეს 10 წელი და 20 წელი. უნდა იმოძრავო რა, ეგ შენი მთავარი უღამი ცხოვრების და შენ რო გონია რომ ვერ მქონია. გონი. მართლა ეგრე არის და ბავშვისთვის რაღაცეები არის ძალიან სასწაული და ვაი მეც როგორ გავაკეთო? არა რეალურად ხო ეგეთი ამბებია. მე ხა ამას რო ამბობ რაღაცა სევდისკენ კი არ მიმყავს. მომინატრა ჩემი თავი ახალ ხალხთან და სულ რაღაცა ჩერეს ანუ ვაფშე ახალი სისხლი მინდა. ვაფშე ახალი სისტემა. ნახვი. შენ თავს კითხება ისთვის ცხოვრობ. შეჭამო და დაიძინო? ანუ ისთვის ხო? იმოძრავეთ. ანუ დიდი პაუზა არა იყო. იმას არ ვამბობ, რომ ყოველწამს არ ეფექტო. ანუ არა, შენ თავთან დარჩენა უნდა შეგეძლოს და რაღაცები გადახარშვა. ამ ვიდეოზე ყველაზე ისეთი უცნაური განცდა მაქვს, ზუსტად არ ვიცი რა ვილაპარაკე, მაგრამ გონია რომ კაი რაღაცა ვთქვი რა. არ მგონია ვიცი რომ კაი რაღაცა ვთქვი. კაი